თუ ჩვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად და ჩვენი ცხოვრების სტრატეგია იესო ქრისტეა, მოდი ესე ვთქვა და ცხოვრების მიზანი მე აღარ ყოფ ამ ქვეყნიურს და იმ ქვეყნიურს. იმიტომ რომ ურწმუნოებს ახლა ამასენათაც გქონდა ერთ ძველ ნაცნობთან საუბარი და ეს მინდა რომ გავახედო მარადისობისკენ დაბერდა უკვე ჯანმრთელობა ღალატობს და ვეუბნები რომ რაღაც და არის წარსულში ჩარჩენილი 90-იან წლებზე საუბრობს და ვეუბნები უკან იყურები წინ გაიხედე და წინო რაღა დამჩაო ეხაო რაღაცა მოხუცდიო და საზღვრის იქით ჰორიზონტს იქით გაიხედე მეთქი მივანიშნე და ჰორიზონტს იქით იქ რო გავალთო მე მივხვდებით რა იქნებაო. გესმით რატო აკეთებს ამას? რას ნიშნავს? ეს არის ურწმუნო ადამიანის პოზიცია. მისთვის ეს ცხოვრება და გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება თუ რაღაცა ოდნავ რწმენის ნასახი აქვს, ეს არის სხვადასხვა რაღაცა. აქაური იცის რაც არის და ნუ რაღაც გამოდის, რაღაც არ გამოდის, ხოლო იქაური აზრი არ არის და მე ვნახოთ რა იქნება. ქრისტიანი ხო ესე არ ფიქრობს. ქრისტიანისათვის აქაური და იქაური არ იყოფა, მარადისობა შემოვიდა ჩვენთან და დამთავრდა ჩვენში მკვიდრდება ღმერთი და ჩვენ არ ვყოფთ აქაურს და იქაურს. როგორც აქა ხარ, ესე გაგრძელდება იქაც და არა ხარ აქა და არ გაგრძელდება იქ. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ამბობს ღვთისმსახურებას, ღვთისმოსაობა, ანუ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება სასარგებლო იმიტომ არის, რომ აწინდელის აღთქმაც აქვს და მერმისიც, ანუ ეს ერთი მთლიანობაა. ვინაიდან იმისთვის შრომობთ და ვიღწვით, ახლა ამ ცხოვრებაში ხო შრომობ და ვიღწვით, რომ ვესავთ, ანუ იმედი გვაქვს ვენდობით ცოცხალ ღმერთს. ჩვენ ცხოვრებაში ღმერთია შემოსული, რომელიც არის ყოველი კაცის და მით უმეტეს ყოველი მორწმუნის მხსნელი.